მოკლედ დილით ბულვარში სეირნობისას შემხვდა უცხოეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც გამოკითხვა დამიწყეს იმ ადგილებისა და შენობების შესახებ, რამაც მათი ყურადღება მიიპყრო. ცხადია, ბულვარში არსებულ ალიდანინოზე მკითხეს, ამბანის კოშკზე, სხვადასხვა ბრენდულ სასტუმროებზე. შემდგომ ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა ბათუმში არსებული პალმებით. შემდგომ სხვა ქალაქების შესახებაც მკითხეს და როდესაც უთხარი, რომ ეგ ყველაფერი არა მოქმედი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული, არამედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, ავტომატურად მკითხეს. და ეგ კაცი ეხლა ციხეში ზისო? დიახ მეთქი, რა ხალხი და რანაირი ქვეყანა ხართო. ასეა მეგობრებო.